გაუმარჯოს. გამერთი ჩრდილში შემოიწია. რას მეტესლავები ბიჭო შენ, ა? წინა რავჩიტირიზე რეები იბაზრე ჩემი. ეს რავი გადავიღეთ ჩვეულებრივი. ძლივ შევთხარე ბიჭო ვიღაცა გოიმებს, თო. აი ეს მინდა რომ მალე გავყიდო, გაიგე? ამ რავჩიტირიზე იბაზრე მარტო კაი. ბაზარი არა, всё გასაგებია, რაზეა ბაზარი ძმაო. ბაზარი. შევთანხმდით ესე. კი, საკაიფო ტეზდრაივს გადავიღეთ. აი ესე ჩვენ როგორ შეგვეფერება ისეს. აბა შენიცი. მოდი. რა ოთხია ჩვენი გადაცემის სტუმარი, სულ ახალი და ნუ GR პაკეტი. სულ მაგას გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ აიო, თქვენო კი გადაიღეთო რა ოთხიო, მაგრამ ტოპ კომპლექტაცია არ არისო, საუკეთესო ვერსია არ არის. ეს არის Gazoo Racing-ის ვერსია. ანუ ყველაზე ლამაზი და ტოპ კომპლექტაციადან მეტი რა უნდა ქონდეს ამ მანქანას არ ვიცი. რაც შეეხება Gazoo Racing-ს, აქ GR Supra ჩვენს რო ყავდა, ეგეც Gazoo Racing-ის Supra იყო. Gazoo Racing-ის პაკეტები რაც არის, უფრო სპორტული ხასიათის მატარებელი არის და ამ მანქანასაც ეთყობა სხვა რაოთხებისგან განსხვავებით, რომ უფრო შელამაზებულია და უფრო რაღაც გამორჩეულია აი დანარჩენი რაოთხებისგან, რომლებიც არის უფრო სტანდარტული ვიდრე ეს. წინა მოდელი, ანუ რაც ჩვენ გადავიღეთ რაოთხი, უკვე ცოტა დახვეწილი იყო ჩემ თვალში. ანუ ექსტერიერი უკვე ცოტათი დამევასა, ცოტა მომხიბლა. იმიტომ რომ იმის წინა საერთოდ ბოტას ვეძახდი თუ გახსოვთ და იმის წინები ხო საერთოდ ფლოსტები იყო. ეს ბოლოთაობა რაოთხები უფრო შედარებით ლამაზებია, ჩემ გემოვნებაში უფრო ჯდება. პრიუსის რო გადავიღეთ ახალი, იმასაც ესეთი წვეტიანი ფარები ქონდა, Camry რო გადავიღეთ, იმასაც ესეთი რაღაცნაირი თავის დამახასიათებელი წყვილი შეურჩია Toyota-მ, რომ ეგეთ სტილზე წავიდეს თავისი მოდელები. აქაც ზუსტად ეგრე არის, რაღაც მოოთხედო ცოტა წვეტიანი, რაღაცა უხეში გადასვლები აქვს ამ მანქანასაც დიზაინის თვალსაზრისით და რაღაც ხომ ცუდი ნამდვილად არ არის. ანუ სიმპათიური, ეხა ამ მანქანას რო შეხედავ, რო გამოივლის, ვერ იტყვი რაღაც მახინჯია, ან ცუდია და ასე შემდეგ. მთლიანობაში ნორმალურია და მისაღებია. მაგრამ წინა რაოთხთან შედარებით თითქმის გააორმაგეს ფასი, იმიტომ რომ კონკრეტულად აი ესეთი კომპლექტაცია რო შეიძინოთ, დაახლოებით $47,000 დაგჭირდებათ. აქვე უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ნამდვილ პატრონს, რომ გათხოვა ეს ავტომობილი, სულ ახალია და რა თქმა უნდა ჩვენს გვაინტერესებს ეს და იცით რომ ცენტრის მანქანას ჩვენ ისედაც არ ვიღებთ და მიყვარს ხოლმე აი ახალ მანქანას რო გთავაზობენ, იმიტომ რომ საინტერესოა სიახლეში მოგვაქვს არხზე და დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და მადლობა იმისთვის რომ ეს მანქანა გადმოგცა რომ უხეშად გავტესტოთ. ეხლა მინდა ისევ გავაგრძელო, გვერდს მინდა გამოუყვე, აი ეს გვერდი მინდა შევაფასო. ნუ გვერდიდან უკვე ხვდები რომ რა ოთხია. იმიტომ რომ წინა მოდელს რაღაცეებით გავს, რაღაცებში გულისხმობ, რა თქმა უნდა ეს კარები ორივე, ეს არკები უკვე ცოტა ოთხკუთხედივით გახდა, ურუსე რო გადავდე, ზუსტად მოურუსო კრილოები გაუკეთეს. ფეხის დასადები ლამაზი, მომეწონა სხვათა შორის. ამ შემთხვევაში ხა ფუნქციას რამდენად ასრულებს, რავი, ვერ ასრულებს ალბათ, იმიტომ რომ ფეხის დასადებს ხალხი იყენებს იმისთვის, როდესაც ავტომობილი არის მაღალიო დაადოფეხი და მარტივად ჩაჯდე მანქანაში. ამ შემთხვევაში მე პირდაპირ ვეტევი მაგალითად აქ. თუმცა რა თქმა უნდა ფუნქციონალურია, ეს ისი არ არის რომ რაღაცა ვერ დადგებოდეს, დგები და ნუ ვისაც სიტყვაზე ეკომფორტულება რომ ფეხი დადოს და ისე შევიდეს და ისე ჩასხდნენ მანქანაში, მაგათაც იმ ხალხსაც შეუძლიეს გამოიყენოს ფეხის დასადები. მომეწონა. უზორებსაც ახლა ვერ დაუწუნებდი, იმიტომ რომ მართლა ლამაზია, ახლა ეს შავი რომ მოდის და აქედან ეს ფორმები რო იცვლება, ეგეც ნუ დიზაინის თვალსაზრისით ჩემ გემოვნებაში მართლა ჯდება და მომწონს და ზოგადად ორფერში რო უშვებენ მანქანას, ეგეც მომწონს, იმიტომ რომ აი მართლა რაღაცა იმდენი ვერსია მოდელები გამოდის ზოგადად ავტომობილებს, ეს კონკურენცია რო გაიზარდა და ყველა რო რაღაცებს აკეთეს, აი ყველა მანქანას უყურებ, რომ აი ეს სტატისტიკაა ჩვეულებრივი, აი გადასაადგილებელია A პუნქტიდან B პუნქტამდე რომ ლიჟბი მიგიყვანოს მანქანა, უკვე ეგრე უყურებ ბევრ მანქანას და რაღაც ცოტა განსხვავებულობებს რო ვხედავ ახალ მოდელებში, უკვე ხიბლავს და მომწონს. შავი ესეთი ჭერი რომ მოდის ზევიდან, ეს პატარა სპოილერივით რო გაკეთებული, ეგეც მომწონს.
ეს ვერ მოიფიქრეს, რომ შიგნით დაემალათ და პირდაპირ შუშაში აქედან, ქვევიდან ტრიალებს. უკანა სტოპებზე ვერ გავგიჟდი, მაგრამ მთლიან დიზაინს უხდება. საბარგული ესე გამოიყურება, არც თუ ისე დიდია საბარგული, მინდა გითხრათ, რაღაცა უზარმაზარი საბარგული ნამდვილად არ არის. ისა? ხო, ამას პირდაპირ ესე უნდა მოკიდათ, კონკრეტული ხელის მოსაკიდებელი არ აქვს. ანუ ბერკეტი, რუჩკა არ აქვს, კი ბატონო. ქვევითაც შავიხედები. ხო, საცადარიგო საბურავს მოყვა, მეტი რა ხნან ახლა. ელექტროგაღება და დაკეტვა რო გვაქვს, უკვე ნუ ეხლა რა თქმა უნდა GR-ი არის ახლა და ეგეთი რაღაცები მოყვება. ანუ ჰიბრიდია, ეგეს მინდა ვთქვა, GR Sport აკაწერია. მანქანა სხვათა შორის მაღალი არ არის, მინდა გითხრათ, ანუ პირდაპირ თლიან ჭერს უყურებ, ცოტა დიდი მეგონა რო იქნებოდა, იმიტომ რატომაც რა 4-ები, აი ოდნავ მოზრდილები მახსოვდა, მაგრამ ეს ეთყობა რა გაზუ რეისინგი რო არის. ხო, ან მე ხო მეტი არა შემტერმე ხა. ამას აქში რომ მომემატა სიმაღლე. მაგრამ ეთყობა GR ვერსია რო არის, ხუაზე ხა მიწაზეა გათხრეშილი, ცოტა რომ უფრო სპორტული და აგრესიული იყოს. ანუ მოდი პირდაპირ შევაფას, ახლა მზემ გამოანათა და ფერი მართლა თვალს მჭრის, ფერი მართლა მომწონს. აი ძალიან მაგარი ფერი არის. ეხლა გეტყვი, რატომ მომწონს ესე ძალიან ეს ფერი. იმენა კენდირეც გავს, რაც ქონდა გადაკრული იმაზე, რა ქვია, მუსტანგზე და ბიარზზე, რაც მაგ გადაკრული M6-ზე რაც ქონდა გადაკრული. ზუსტად ის ფერი არის კენდირედი და კენდირედი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფერი. აი პატრონმა ისეთი მანქანა შეუნთავაზა, რომ აი რა ვიცი, რაღაცეები ვერა რა, ენა ვერ შემომიტრიალდა, ცუდი ვერაფერი ვერ თქვი. პანორამა არ გვაქვს. არც ლუკი არ აქვს. ბიჭო, სხვაზე ხა სპორტული როა წონის პონჩი არ აქვს. რა ეს ლუკი და პანორამა ცოტა მძიმეა, მაგ პონჩი არ აქვს. მე ახლა ერთი სული მაქვს შიგნიდან განახოთ ეს ავტომობილი, იმიტომ რომ სალონებში Toyota-ს მოიკოჭლას ხოლმე. აი ყველა Toyota-ს ტესტ-დრაივს როცა ვიღებთ, ეგრევე სალონზე გადავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ იქ არის ყველაზე მეტი ჩეპე. ამ ჩეპებსაც მე უკავშირებ იმას, რომ მანქანები შედარებით იაფად იყიდება და ალბათ ხალხს არ აქვს პრეტენზია მაგ სალონზე, სალონის ხარისხზე, ინტერიერზე და აი იმათმა შეერგეს ხალხსაც უხარია ყველა ბედნიერია ჩემს გარდა, იმიტომ რომ მე ვითხოვ ხოლმე რომ რაღაცეები მაინც არ უნდა იყოს აი ესე მიფუჩაჩებული არ უნდა იყოს. ეხლა დავქოქოთ ჩვენი ჰიბრიდი, საკმაოდ წყნარად მუშაობს და კარგად მუშაობს და მაგასაც ინტერიერიდან განახლებთ. გავიაროთ, ცოტა შევაფასოთ ინტერიერი და ზოგადად ამ ავტომობილის მართვაზეც ვისაუბროთ. წავედით. იმენა მაკეთილებია, აი ტვინში მირტყავს, გაიკეთე ეგ თორე გამარეკინა. გაიკეთე წავედით, აღარ შემიძლია, არ მინდა. გაჩერებულ ვერ მიხვდა რომ გავჩერდით, იმენა პანიკაშია, всё. გამოდი ჩაკოდა, რავი, პარასკევია თუ რა ხდება. გადია თბილისიდან დაიღალა, ხუაზე ხარ იმუშაოს ბევრი და მიდიან დასასვენებლად. ერთი ჩვენ არ ვისვენებთ, რაშია საქმე. როდის სად არის შვებულება? არ გეკუთვნის ჯერ, ერთი 5 წელი კიდე უნდა იმუშაოთ, მე რა. ერთი 5 წელი უეჭველი უხეშ ტესტ-დრაივი არ მოგაკლდება და მე უკვე წასვლის დრო იქნება. მოკლედ, გაჩერებულები ვიყავი, ღვედი გაგიჟდა, მანქანა გაფსიხდა, გადაეკეტა, მაგრამ არა უშავს. ეს ახალი სტანდარტებით ყველაფერზე ტვინს გიბურავს, იგივეინაირად ეს ოდნავ გაიხედები გვერდზე და ეგრევე წინ იყურეს გიწერს. აი, როგორც კი რაღაცა სხვას გააკეთეს, ეგრევე ამოვარდება, რომ წინ იყურე ისაკლია, წარწა ბიჭო უნდა კონდეს დამატა, წინ იყურე ბიჭო უნდა კონდეს. ამაზე უნდა ააკრას კოჩი ესე, რომ არ გიყურავდეს თვალებში. ცოფი. ეხა მაგ ბოლომდე გათხრილი გაზის პედალი სპორტით მივდივართ. რა ხდება? ბანი დაინგრა თუ ჩვენ ყანყალებთ. აი სხვა მანქანებით რომ მიდიხარ, ხო, 200-ით რო ჩქარდება და რო გეშინია აქ 80-ზე ეგრე მოჭიმული ზიხარ. მედი.
დავიწყოთ აქედან, ვინაიდან სპორტში იყო ეგრევე ექშენით რომ შემოვარდით, აქ არის drive mode-ები, ეს custom, normal, eco, sport. დავუბრუნოთ ახლა იმაზე, ნორმალზე, ეს არის ჩვეულებრივი. რო ჩაჯდებით დაკოკამ, ნორმალით მიდიხარ. მოდი აქეთ კიდე მეორე მხარეს გვაქვს. trial ხუაზე ხარ, ცოტა ისეთ ადგილას რომ მოხვდები, რაღაცა ამის სისტემის გამოყენება რომ დაგჭირდება, უგზოობის, მაშინ ჩართავ trials და მე უკვე snow modes. Snow, ანუ თოვლი რომ მოთოვლავს, შეგიძლია ეგ რეჟიმი გააქტიურო. მოდი ახლა ვისაუბროთ იმაზე, რა შეიცვალა ამ მანქანაში, რა დახვეწეს, წინათაობა RAV4-ისგან განსხვავებით, ანუ რა ნაბიჯი გადადგეს და რა სიახლეები შემოგთავაზეს. არაფერი. მართლა არანაირი არაფერი და გეტყვით რატომ. ანუ რაღაცა შემდეგი მოდელი რო გამოდის ხოლმე, რაღაცა გვხდება ახალი, ანუ რაღაცა მაგალითად აი უფრო დახვეწილი მულტიმედია, უფრო დახვეწილი მონიტორებია ეს მულტიმედია, აი ყველაფერი. უფრო დახვეწილი ტორპედო, ან რაღაც სიტყვაზე უფრო ხარისხიანი. აქ რეალურად ყველაფერი ჩემი გადმოსახედიდან არის იგივე, უბრალოდ სხვა ფორმით. ხო ასხავდნენ ერთი მასალით სიტყვაზე წინა RAV4-ის ტორპედოს. აქ ზუსტად იგივე მასალით, უბრალოდ სხვა ყალიბში ასხავენ ახლა. იმიტომ რომ ყველაფერი, აი პლასმასი, კადრში მინდა რომ რამენაირად გამოაჩინო აი ეს დაბოლოება რო აქვს და გამოწეული ზოლი რო აქვს პლასმას, აი ხო ხდები ის? აჰა. კი, კაი ხუმრობას ვიტყოდი, მაგრამ ნამეტანია. ჩამოსხმის ის. არა შენ გეტყვი. შეიძლება არ ვიждებ მთელი დღე და ესე არ ვაკაკუნო, მაგრამ რო უყურებ და ეტყობა რომ დაბალი ხარისხის პლასმასია, ეგ უკვე ანუ სამაგიეროდ აქ არის ალკანტარა. ალკანტარა არის, სავარძელზეც არის. სავარძელზე სხვათა შორის ეხლა ეს GR ვერსია როა ლამაზად არის გაფორმებული ეხლა. არ მოვიტყოთ, ლამაზად არის გაფორმებული, მაგრამ იქ თუ გამომიჩინე, ის აი შენ ფეხთან არის, აი მუთაკა, აი მე რო შევკერო და რაღაცა წამოვაცვა რაღაც მუთაკას, აი ზუსტად აი ეგეთი დაკეცილი ზოლები აქვს, რაც ყველაფერი სტანდარტულად Toyota-ში ვარ. ანუ არაფერი გასაგებია. შეხედი, არაფერი, просто სხვა ფორმა აქვს რა, აქ ის ქონდა, რა ქვია, წინა RAV4-ში ქონდა კლიმატის ღილაკები, ღილაკია ბერკეტივით იყო ეს დასატრიალებელი ქონდა, ეგეც აღარ არის, აქ მოუდებია ეხა ჩასმული. კი ესე რომ შეხედა რაღაც იმისავითა კოსმოსური შატლი რო არის და აქედან ეს ფილმებში რო ეს ხომ აქ თითქოს შედის და ეს უნდა დააპარკინო ეს კოსმოსური შატლი. აქეთ ხარ ეს არის wireless charge და აქეთ ზუსტად იგივე სივრცეა და აქეთ არაფერი არაა და მოვათავსეთ ჯო. ანუ ზუსტად ეტევა. ჯო და ჩემი ტელეფონი იდეალურად ეტევა. ჯოსაც ეხა გავხსნი კაკას მანქანის ფერებშია, მინდა გითხრათ, ეს ჩვენი ჯო. მანქანის ფერებში მანქანაც წითელია და თან მით უმეტეს აი წითელი ზოლები რო აქვს და აქ ერი წითელში როა, ჩვენ შევარჩიეთ წითელი ჯო. ნუ GS-ი შეიძლებოდა, მაგრამ განახებთ რომ სხვანაირი ჯოებიც არსებობს და სხვადასხვა სუნი. ხო, არა, შეგიძლიათ. კაი სუნი აქვს, ეს ისა ალბალია, ხო, ალბალია სწორებს. და ეს დაგვიტოვეს, რაც თავარია, შეგვიძლია აქ ლამაზად ჯო ჩამოვსვათ. აჰა, ჯო ბედნიერია, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. ჰელი აქ ვაქვს. მაღაზიაში მინდა გადავიდე. ჰელისთვის ცოტა დიდია ეს სივრცე. ყველგან არ არის ხოლმე ეგრე. და ესაც იხსნება. ეს ალბათ უფრო დიდი რამე რო ჩადო, ვერ გავიგე რატო იხსნება, მაგრამ ნუ იხსნება. შემცამა, როგორც კი თვალს გაწევ გვერდზე, ეგრევე გზას უყურებ ბიჭო მეუბნება. ეს იყო კიდე საინტერესო ბარსნევნელ მიყვები, მაგრამ ეს იყო საინტერესო. ორივე მხრიდან იხსნება. აქედანაც და აქედანაც. ეს რა. ეხა გეტყვი ეგ რა არის. მეც ფიქრობდი მაგაზე, ტუალეტებს რო ხო იცი, რო შედიხარ და აკუპაიდ რო ეწერება ის რო არის. თვითფრინავის თვალ. კი, ეგრე. თუ რო გადაწევ ეგა. ეხა ბევრი ვიფიქრე მაგაზე, რომ რატო აქვს მეთქი ეგ, აი წარმოიდგინე, რატო უნდა კონდეს სათავსო უხეში სათავსოს, აი თუნდაც ოდნავ ღია დაგჭეს, აი წითელი, ანუ რას განიშნებს, რას გეუბნება. კი, რას განიშნებს, აი ტვინი გამეჭყლიტა და მერე მივხვდი. ეს შეგიძლია მოხსნა. ხო, ამა აქეთ არის რა ქვია. ჩემი აზრით დაიკლიბო. ჩემი აზრით ოღონდ არ ვიცი, არ დამისერჩას, მაგრამ გადაარტყა. ეკაია, ტრახი თუ არის. ეგ გადაარტყა, თუ ის გაგიბურა, ეგია შემოარტყა, შემოცხო. ან საჭმელი არ დაალაგოთო და ბიჭო 1 საათი უყურებ, რატო არ უნდა დავალაგო საჭმელი და პირველი რაც გამიშდა
ანუ აზრი ας მომივიდა რომ ალბათ პატარა მაგიდა კეთდება მეთქი რა და სხვათა შორის გავაკეთე. ოპა. არის მაგიდა, მაგრამ მე რო დავხედი აქეთ იმას რა ქვია, მანქანას. ანუ რისი თქმა უნდათ, უკვე ორი ზოლი რო არის ეს. ანუ მანქანა რომ მიდისო მაშინ არ დაალაგოთო საჭმელიო, ალბათ ეგ არის, იმიტომ რომ ეს ქარია ალბათ გაყოფილი. ნუ კი ბატონო, ბაზარი არ არის. ესეთი რაღაცები სხვათა შორის პიკაპებში ძალიან მაგარი იქნებოდა. ეხლა თანამედროვე პიკაპებში გააკეთეს იმ Raptor-საც აქ, მე მგონი რაღაც მაგიდა იჩითება, ეს ბერკეტი ჩადის და აქ რა ოთხში, რავი, ეხლა ცუდია მეთქი, რა ვერ ვიტყვი, რატოა ცუდი. იმუშავებს რა. და ზუსტად ეგ რო ამოვარდნილი არ იყოს, ზუსტად მაგისტვის არის ალბათ ეგ რო, ანუ წესიერად ჩასვიო, მოხსნილი რო ქონდეთ, ჩასვი წესიერად. სათავსო საკმაოდ დიდი ზომის არის, პორტიც არის აგერ. აი, შესაძლებელი არის ყველაფერი. ნორმალურია, სათავსოსთან პრეტენზია არ მაქვს. მაგიდათ რო კეთდება, ეგეც მომწონს, იმიტომ რომ რო ჩერდებით ხოლმე სადმე საჭმელად, ტესტ-დრაივს რო ვიღებთ ხოლმე, ამას ამოატრიალებ, ახლა ეს მანქანა არ ყავს, მაგრამ ზოგადად ვჭამთ ხოლმე სალონში, გვიყვარს ჩვენთვის რომ რაღაც ჭორავთ ხოლმე და რაღაცებს განვიხილავთ, ხალხი, ხალხისგან დამოუკიდებლად რო არ გვიყურონ და ამას მაგიდათ კარგად გამოვიყენებდით. ასევე აქ არის Type-C პორტები. ეს კამერების ისაა, ნახე კამერა, ნახე კამერა. გლაზოქში გავაკეთე. თევზის თვალით ვიყურებით. ეს ერთადერთი რაღაც რაც მომეწონა არის ეს სათავსოები და გეტყვით რატო. პირდაპირ დებ, არსად ჩაძრომ არ გიწევს. ამოძრომა არ გიწევს და ასე შემდეგ კომფორტული არის. რამდენად ლამაზია, რო სუღია მაგაზე თქვენ უნდა შეაფასოთ, ეხა რეალურად დახურულები, რომლებიც არის, მაინც უღია არის ხოლმე, იმიტომ რომ სულ რაღაცები მიყრია მე პირადად და მაინც ყველა მანქანაში ღია მაქვს ხოლმე სათავსო და აქ ეთყობა აღარ იჩალიჩეს ბევრი და პირდაპირ ღია დატოვეს. კომფორტული არის, ლამაზი რამდენად არის, ეგ უკვე თქვენ გადაწყვეტეთ. პლასმასებია ეს რაც არის, უკვე ეთყობა, აი აქაც ზოლები. ეგან არა უნდა ჩადო აქ. ანუ იკაწრება რა, ეს რომელი პლასმასი არის? აი საბარგულებში რო არის ხოლმე გამოყენებული ყველაზე ძიშოვი პლასმასი და იქ რო ჩანთას რო გაარტყავ იმ პლასმასს და რო იკაწრება, ზუსტად ეგრე იკაწრება აქაც. ზუსტად ანალოგიურად. მაგრამ head-up-ი გვაქვს, ანუ რაღაცებს აქვს თავის პლუსები და მინუსები. Head-up-ი ჩაგვიტენეს, აგერ head-up-ი გვაქვს. ანათებს კილომეტრებს ხედავთ, head-up-ის მოყვარული მიარ ვარ, მაგრამ ნუ head-up-ი რატომღაც აქვს. მონიტორ შეხედე, აი გაფიცებ რა შეიცვალა. ისევ თეთრია, ისევ ლურჯი თეთრია. იგივეა და დაღამდება, გაშავდება მორჩა. ეს სატრიალებელი შუაში გადავ, მეგონი მანამდე იქეთ. ხო, კი, ხო, მაგრამ ნუ გამოსახულება ხო ერთი და იგივეა. ისე შედი მენიუში. ერთი ის მომწონდა რომ შეგეძლო კლიმატი პირდაპირ რაღაცა ღილაკებით გეტრიალებინა და აქ ეგეს არა, გადმოიტანეს უკვე ზევით. მენიუში ხარ. რასაც შევიდე მენიუში ხარ. აბა ჰომზე ეგ არის, ჰომზე. აგე ჰომზე ხარ, всё. მორჩა შენი, აჰა. რაღაც იარსებს. აჰა, რადიო. შეხედე, აი, შეხედე რა, აი ამ წარწერებს შეხედე რა, აი. რავი, რა გითხრა. რანაირად შევაქო ეხა, არც მინდა რომ დავაჯო, მაგრამ წინაში ესე არის, ხო? ეს რა, Tesla-თ არის ამოჭრილი ჩემი პლასმას გვერდიდან ნახე. ხო, მაგას გეუნები, ანუ რაღაცა ჯაყვადანით ამოჭრილი. გეუნები ამას ერთი შკურკა რომ გადაატარო, ცოტა ლამაზი გახდება. ანუ ეგეთი ჩეპები, ანუ რა არის, სურო პატიო და ჰი ამოვიდა ყელში რა. ანუ ეხა ისეთი კონკურენცია რომ ესეთი რაღაცები აღარ ეკადრება ეხა მანქანას. ანუ მართლა ეხა კონკურენცია არის ისეთი ფასიდან გამომდინარე, ანუ ისეთი მანქანები იყიდება, რომ ეხა პლასმასის დამუშავება როგორღაც ეხა ცოტა რაღაცა ტრაკი გაატოკეს თემა არის, თორე კი ბატონო, შვენი რო გზავრობ და ძალიან რბილია და აი ესე არაფერი არ მაწუხებს, მაგრამ ნუ რაღაცა ხო შეიძლება დახვეწო რაღაცა, შენ გაწუხე. ორი წამერთო აი კი, ქარის ხმა შემოდის. სასტიკი, ნუ შუშები არ არის ორმაგი, მაგრამ მაინც შემოდის ქარის ხმა. ჯერ ესეც რა უკმართულადაა. აქედან არის ისა, რა ქვია, კლიმატის დაწევა, დაბერვა კი არა, ანუ გაგრილება და მომატება ტემპერატურის და თვითონ დაბერვის მომატება რო გინდა, აი მონიტორს უნდა უბათქო. ეხლა რომელს უფრო ხშირად იყენებ, ანუ ამას თუ მომატება დაკლებას. რა თქმა უნდა, მომატება დაკლებას პირიქით გაეკეთებინათ, თაჩზე ყოფილიყო დაწევა ტემპერატურის და აქ ყოფილიყო დაბერვა ღილაკით, რომ უცებ და იქ არის თან აქეთ რო გადმოდიხარ, შეხედე, ეგრევე იმას გიწერს. წინ იყურევ. ანუ რომელი ერთი უქნა, აი ხო ხტები ტვინის არის. გადმოვიდეთ ხა მთავარ მაჩვენებლების დაფაზე, აქეთ. აი ვოლტი ჩვენი ერთგული მაყურებლები ხო ხართ? აი ვოლტში რო გქონდა. ხო იგივე არის აქაც ეხა, ხო? აი ანუ მაგას ეხა კიდე რო არ თქვა რომ ძალით აჯო, მაგიტო ხმას არ ვიზა, ავიღებ მაგაზე, მაგრამ
ხო იგივეა, აი ორი ფერია სულ რა, ნუ კაი მესამე ფერი და აგერ ყვითელია ანთო რატოღაც საწავლა და მეოთხე ფერი ხა წავალ ჩავასხად ვისოლში რა თქმა უნდა. თანამედროვე მანქანა ქვია და ეს მონიტორია და ეს ორი ესეთი ციფრული მონიტორი გვაქვს და ამან კიდე გამიტრაკა ბიჭო, მე სადაც მინდა იგავიხედები. ჩააჭირე ერთი როგორ დაგდეს გვანა. ეგა დაგვრჩენია. ეგა დაგვრჩენია. მე მგონი ამოვწერ. სპორტში ჩავაჭირო, drive mode-ები აგერ გვაქვს. აჰა, სპორტ გაწითლ და იმენა всё დავიძაბე. აი, ფერი დაემატა. წავიდა, ამოხდა მოტორი ჩვენი 2 და 5. ხო და რას გეუბნებ? ნუ ხმა ამოიღო რომელიც აი ბოჩოლასავით ხმა. არა, ქარისხმა უფრო. ხო, ქარისხმა უფრო ხმა მაღალია, სიჩქარეზე თუ ზრავის ვეღარ ხვდები მაგას. აი, როგორც კი აჭერ ეგრევე შიშინი მოდის. ტიპი მიდის აიმენა დაშვებული სიჩქარით. მე გაზიდან ფეხი არ ამიღია და ვერ დავეცია იმენა. გასწრება რომ მოვინდომო უეჭველი დავიბრიდე. კაროჩე პირჯვარს ვიწერთ და ისე გავდივართ გასწრებაზე, აბქონზე. ტიპი გადაიცია ფიქრობს რა სწავლობენ. პლუსი ის აქვს რომ ცოტა სწავს. ძალიან ცოტა სწავს. ეგ არის ამ მანქანის ალბათ ერთი ყველაზე დიდი პლუსი, რომ ცოტა სწავს და ეკონომიურია. 6 ლიტრს სწავს დაახლოებით ქალაქში, აი მაქსიმუმს გაზდა ფეხი რო არა იგო, აი უთავმოყარეოთ რო იარო, არ ვიცი როგორ უნდა იარო ამ საცობებში ეგრე, მაგრამ თუ მაინც და მაინც მოინდომებ და შეძლებ მაგას, ეს 7 ლიტრს დაგიწევს, რაც ჩემი აზრით მისაღებია და რასაც წინა რა 4 ჩვებოდა. ანუ სხვაობა მართლა ვერაფერი ვერ ვნახე ისეთი, გარდა ვიზუალური ეფექტისა, ის რომ ეს ახალი არის და უბრალოდ დიზაინია გარდა შეცვლილი და ინტერიერშიც ყველაფერი სხვანაირად არის. აი, ძრავს რო ავხდით ახლა, ძრავის ხუფს. აი, იქ რო ძრავის ხუფი უფრო სწორად თუ ედება. სადა ხუფი არ ექნება. ხო. ეგ იქნება სხვაობა თუ ადევს ძრავს კონკრეტულად პლასმას ხუფი და მეორე სხვაობა იქნება ამორტიზატორი თუ ექნება კაბო. თუ ეგენიც არ აქვს, იგივეა, ანუ გეუბნები იგივეა. ეხა კი არ ვატრაკებ და ძალით რამის კი, პროსტა ნუ რავი, იგი ხარისხი იგივეა, მონიტორები იგივეა, მულტიმედია იგივეა, რავი, ძრავი და სისტემა, რავი, რა დაამატას მე არ ვიცი, ისიც ცოტა სწავლდა, ესეც იგივეა. ერთადერთი არის ის, რომ მართლა აი გულწრფელად ვიძახი, ვიღაცას თუ დიდი ხანია ყავს ძველი მოდელი და უნდა რომ აი რა ვთქვით, კმაყოფილია და აი ახალი ხوار შევიძინო, თუ ეგ კითხვა გაგიშტათ, თუ საშუალება გაქვს, შეიძინეთ და თქვენ რაღაცა გაიმრავალფეროვნებთ ავტომობილს და რაღაც ცხოვრებას და რაღაც სიახლე იქნება, რომ სახში ახალი მანქანა ყავს, თორე რეალურად ერთ და იგივეა რა. ნუ კაი, მაგიდა გექნებათ, კიდეაც შეგიძლია მოიტანო, რა საალთი დაჭრათ. საალთი დაჭრათ და ბედნიერები იქნებით. დავაი. GR სპორტია, ბიჭო, რამე არ გეკონას. ოპა! ორივე ამორტიზატორი. ყველამ წავაგეთ ამ თამაში. აქ არის მოგებული რა 4. 2 აქვს, ბიჭო, თან ერთი კი 2 ამორტიზატორი აქვს და 5 აქვს. ანუ შეხვდები ახლა 5 ნახე. რეზინა ბიჭო. ნუ არაფერი ჯობია. ხო, რეზინა. არა, აი სილამაზე მაინც დაწვა. ეს ბიჭო, ამის დამალვა არ შეიძლება. ეს უნდა ჩანდეს, საქმეც მაგაშია. 2 და 5 გაზურ რეისინგის დიდი შრომა ამაში ჩადებული, ანუ ტექნოლოგიურად დახვეწილია 4 ცილინდრიანი ძრავია, რომელიც გამოიმუშავებს ბრუტალურ 194 ცხენის ზალას. 190, ანუ ეს ის ახო ეს რაღაცას რო ვაკეთებ და რატო არ დაამრგვალეს. აი რა უნდა მოვაკლო, ამას თუ მოუმატებ. ანუ მოდი ვთქვათ რომ 200 ცხენი აქვს. აი 194 ცხენის ზალა. ბიჭო, რომელ წელს რაღაცა ხო უნდა განვითარდნენ, ერთი 20 ცხენი მიაგდეთ ბოლოს და ბოლოს ჩვენ გამო მაინც დააგდეთ უხეში 20 ცხენი ზევიდან. 194 ცხენის ზალა რა არის? აჩქარება 0-დან 100-მდე რამდენი უწერია, იცი? აი, რამდენი შეიძლება ეწეროს? 20-26 წლის მოდელს, ანუ 20-26 წელს ვარ თან, ანუ გუშინ გამოსული მანქანა და აჩქარება 0-დან 100-მდე უწერა 8 და 1, ანუ ერთი დარვა იესი ძმაო, ტრიცე ჩესტი. აი, სადაც დაიჭერს, აი არ ვიცი რას, თან მექანიკა. ნუ ეს არის რა,
აი აღარ ვიცი უკვე რითი გავამართლო არ ვიცი მაგრამ 2 ამორტიზატორია კაპოტს და 5 აქვს რეზინის მეტი რა გითხრათ ამის ერთადერთი პლუსი არის ის რომ თუ მაინც და მაინც აი პირდაპირ არ გინდა რომ ყავდეს ელექტრო შეგიძლია ყავდეს ეს ჰიბრიდი და ну პლაგინ ჰიბრიდებიც არის ეგეც აღვნიშნოთ მოდი პლაგინ ჰიბრიდებიც არსებობს ეს ავტომობილი არის 4-ვე წამყვანი არსებობს ასევე წინა წამყვანს კიდევ უფრო ნაკლები ცხენი აქვს ხო ნიუტონების ვთქვათ ეხა არ გამოვა ეგ 221 ნიუტონი აქვს პრინციპი კი არა ცოტა მძიმე ბარგი რო ჩადო შეიძლება ეხა წავიდეს შორს ამიტომ გავუფრთხილდით ამ მანქანას მოგეთ ერთი დიდი პლუსი აქვს ის რომ უბრალოდ ცოტა სოს მაგით შემიძლია გავამართლო ეს მანქანა სხვა დანარჩენი აგეთა ტრასაზე 194 ცხენის ზალა ესეთი საშუალო ზომის ავტომობილისთვის არაფერი არ არის დღესდღეობით არაფერი არ არის იმიტომ რომ ეგ ცხენები არის ყველა მანქანაში აი ამ C-კლასს აქვს მე მგონი იგივე ცხენის ზალა მე მგონი მეტიც შეიძლება მეტიც ხონდეს იხო არ ვთქვა დავუდგეთ ერთი გაგორებულზე რო გაგვიტრაკეს და ნუ ქვეცნობიერში რო ვიცით რომ Toyota გამძლეა და კიდე რა არის გამძლე ანუ რა არის Toyota რა გამძლეა არა მე ვიცი კიდე ერთი რამე გამძლეა ბაზარი არა ანუ გამძლე იქნება ბიჭო 2 და 5-ია ძრავი 2 და 5-ია ძრავი და 194 ცხენის ზალა აქვს ანუ ეს არის ფაქტიურად 90-იანების მონაცემები აი მართლა ვიძახი 194 ცხენის ზალა ქონდა დუაიპიად BMW-ს 1012 ხო ნუ კაი ბაზარი არა 192 ქონდა მაგრამ კი ბატონო ეგრე არის ეგრე მართალია ნუ ციფრებში ჩამახდა ბუღალტერიაში ეგრე არის მაგრამ ეგ მანქანები გამოდიოდა 1992-დან ხო მე მგონი 36-12-დან გამოდიოდა 12-დან მე უკვე რესტები წამოვიდა 2 აირბაგით რო გაიჩნდა ეგეთი მყავდა მე 2 აირბაგიანი ტორპედო მქონდა ანუ ეს კი არა და 19-ში მე მორჩა კი ბატონო აი მაგის ცხენები აქვს 20-26 წელს გამოსულ აი ეს იამაკე რა 4-ს ხო ნუ რა ვიცი ხა ვიღაცა შეიძლება მართლა არ აქცევს ყურადღებას და კიდია მაგრამ მე ვალდებული ვარ რომ არ დავიკიდო იმიტომ რომ მე ამ მანქანას სხვა მანქანასაც ვადარე და ზოგადად ფულს რო იხდი ჩემი მოვალეობა ისა რომ გირჩიოთ რაში დახარჯოთ ის თქვენი ფული მე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო მაინც ხალხს ქვეცნობიერში აქვს ის განცდა რომ აი რა 4-ია Toyota-თან რა 4 Toyota-ს ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოდელია და ეს ხაზი ნუ ყოველთვის პოპულარული იყო მაგაში ხელები ამიწევია ეგრეა თუმცა რაღაცა დრო წინ მიდის მანქანები იხვეწება კონკურენცია იზრდება ყველა ტექნოლოგიები დაიხვეწება ანუ ტექნოლოგიები ხო იხვეწება ანუ ტექნოლოგიები ის ხო არ არის რომ ადრე რომ ტელეფონს მარტო ფანარი ქონდა ეხლა ტელეფონის გარშე რავი ადამიანი კვდება უკვე წინა თაობა რა 4-დან ანუ წინა მოდელიდან რა შეიცვალა არაფერს არ შესულა აი ეს ვიზუალი შეიცვალა ძმაო რა ვიცი მაგ ვიზუალს ჩინელები დაგიხატავენ აი აქედა რომ უთხრა ეხლა ესეთი ბამპერი მინდა რომ მოვარგო ძველ თაობასო აი პირდაპირ გამოაგზავნიან ეგრევე ეშტი ვნახოთ იმიტომ რომ დღეს ვარაზის ხელზე ავიარე და რაღაც ტაშს უკრავდა და ანუ ეს რა ვიცი ეხა ბაზარი არ არის კაცო მაგრამ აი კაი კუჩი შეკრული მტრედი თუ გაგეჩით შეიძლება დაგისეტყოს მანქანა თავისი ქაქით ნუ მე ხა გოგითხარ რომ გამიკვირდა მეთქი არა Toyota-ს ყველას ეგრე აქვს მაგრამ მე უბრალოდ განახებ პრაქტიკულობა ხო უნდა გავტესტოთ აი ეს რომელიმას მაგონებს იცი აი ეს იცი რომ რას მაგონებს ადრე ხო ბევრ მანქანას ტყავის სალონი არ მოყვებოდა იმიტომ ფუფუნება იყო ხოლმე და აი ზევიდა რომ ქონდა ჩამოსაცმელები რო იყო ზუსტად ეგ არის რა აკერი ნახე პროსტა ხო მაგას ვიძახი ანუ ისა გიუში მაცივარი გამოვალი ვანახოთ რა მაყურებელს როგორი მაცივარია მუსივარი დაფიქრდა აი სული ჩაიფრინა სულმა ერთი რაც მომეწონა ეს ბერკეტი Toyota-მა საერთაშორისო რაღაცები დააპატარავეს ეს მართლა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში კომფორტულია აი დიდ რაღაცა ჯაჯგური რო არ გიწევს აღარ არის საჭირო რა ეს რაღაცა ეს შტურვალის გადმოწევა და გუზის ჩამოგდება აი პატარა მარტივია პარკინგის ღილაკი აქვს და ამეთი ქვევით ჩამოწევ დრაივში ხარ ზევით აარტყავ რევერსში ხარ ან ზადნიში გაქვს ჩაგდებული ეგრევე ეხა ამ აღმართზე
დავფიქრდი, რომელი რეჟიმით უნდა ავიდე. Trial-ით უნდა ავიდე, აქ რაღაცა დაბრკოლებებით თუ სპორტით უნდა ავიდე, უბედური 194 ცხენი გამოვიყენო თუ უბრალოდ ნორმალით მივაწვე თუ სპორტით. დიდი აზრი აუციე გეგონება ხმა არ შემოდის. აჰა, ძრავი, რა ჰიბრიდი ძრავია, ამოქოქილი იმენა გამწარებული, აი ცხენები, ყველა ცხენი თავისას ჩალიჩობს რომ გამოვიყენოს ბოლომდე იმე ჩაბმათრახი უნდა გადასწყო ეხა რო გაუჭირდა მათრახი უნდა გადაარტყა ჯერ არ ვართ მისულები იმ აღმართზე ჯერ ეხა ესეთია ცოტა პატარა აღმართია პატარა ეხა რო დაიწყება დიდი აღმართი იქ ნახოთ გაძეძგილი გამონდა გუდაუში როგორ ავიდა და როგორც პაპაჩე მიიტყო და ამის მამგონი მოწყა არაფერი არ იცვლება. კაროჩი უნდა დაიკიდო რა. ნორმალში გაგდა დადიხა. სადამდე მიდის რა. ცოტა ღმუილიც, არა უშავს. გავაგზავნოთ, ეხა შევაჯამოთ, შევადაროთ ყველაფერი, დღევანდელი უხეში ტესტ-დრაივი და კონკრეტულად Toyota-ს შემოუბრუნდეთ ისევ. ზოგადად Toyota-ზე ვილაპარაკოთ, არა მხოლოდ RAV4-ზე, არამედ აი ამ Toyota-ს თავის დიდ კომპანიაზე, რომელიც ამაყობს იმით, რომ ყველაზე გამძლე ავტომობილებს უშვებს, მაგრამ მე უკვე ვთვლი, რომ ეგ გასამართლებელი, ანუ აი ეს რაღაცა კოზირი, რომელსაც ჯიბიდან იღებ, ეგ აღარ არის ჩემთვის მისაღები, იმიტომ რომ ისეთი კონკურენცია ფასის მიხედვით, ისეთი მანქანები იყიდება და ბრენდები, აი ისეთ მანქანებს უშვებენ, ეს ავტომწარმოებლები, რომ ნუ რავი, ცოტა რთულია რაღაც არჩევანი ესე მარტივად გააკეთო. ამიტომ მე ხა გეტყვი ჩემ მოსაზრებას და დანარჩენი არჩევანი უკვე თქვენზე იქნება. იმასაც ვაღიარებ, რომ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში Toyota საკმაოდ პოპულარულია და მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ლიდერი არის გაყიდვებში. მე ილონა მოვიდა ჩახტა, მაგრამ ილონას მერე Toyota მაინც მაგარია. ჩინური მანქანები მე ვთვლი, რომ ძალიან მალე მოედება მსოფლიოს. ჯერ კი ჩინელებისთვის უშვებენ და ჩინეთისთვის უშვებენ ამ ავტომობილებს, მაგრამ რეალურად ხალხი ხვდება უკვე ისეთ რაღაცას, რომ აი ჩინური მანქანები მომენტ კონკურენციას უწევს ამ შენ იაპონურს და ამ შენ ევროპულ მანქანებს. ნუ იმათ ევროპულ მანქანებს კიდე სხვა პლუსები აქვს, მაგრამ სპორტული მანქანები კიდე შემორჩენილია 8 ცილინდრიანი მანქანები და ნუ ასე შემდეგ არის კიდე რაღაცა ძლიერი მანქანა, ჰიბრიდები წყავთ, რაღაცებს სულიანი მანქანები, ეს ევროპელები ჩალიჩობენ, რომ ეს სული რაღაცა დეფიბრილატორით გააცოცხლონ და სული არ დაკარგოს მანქანებმა, მაგრამ ნუ ძაი დროის ამბავია რა, ყველაფერი არის დროის ამბავი. ზუსტად იმასაც ვიზახდი, რომ ამ ჩინურ მანქანებს შევხედავთ მე 1-5 წელი რო გავა, როგორ იქნება რა მდგომარეობაში იქნებიან მე და კი გავიდა 5 წელი და ყველა ბედნიერი დადეს. ეხლა კიდე 1-5 წელი მივამატოთ და 10 წელი თუ ისე იარეს როგორც ეხლა დადიან, всё, ანუ დამძრეული აქვთ. აი, ის აპრავდანიები თავის გამართლება, რომ ჩვენი მანქანები გამძლეა, ძალიან ცუდი, ძალიან რთული არის. მაგით ვეღარ გაიმართლებთ თავს და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ გამძლე, აქაც უნდა ვახსენო, გამძლე იქნება მთელი ცხოვრება 200 ცხენიზალიან მანქანას რო უშვებ, ხალხი 1000 ცხენზე რო არის ასულგა შიდაწვის ძრავიანი მანქანები, უკვე რავი 800 ცხენს რო ვიღაცა იძახის სპორტულ მანქანაზე რო გვართ, ისი პლეიტს ასრებს, თუ ვერ ასრებს და ხშირ შემთხვევაში ვერ ასრებს. ამიტომ შიდაწვის ძრავიანი მანქანები, რომლებიც სპორტულია და მძლავრი, ის აღარ გვაუწევს და ეხა 200 ცხენიზალიანი Toyota-ები ნამდვილად აღარ არის ჩემთვის რაღაც ვაუ და ტექნოლოგიის რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯი. ზუსტად იგივე მანქანებია, რაც აქამდე იყო. იგივეს უშვებენ ახალი შეფუთვით, ანუ რებრენდინგივითაა გაკეთებული. ეხა რაღაცა GR სპორტი და ასე შემდეგ. გარედანაა შეცვლილი, დანარჩენი ყველაფერი იგივე. მაგ ბარიერსაც რო გადავლახავთ, რომ აი ჩინურს არ მოიხსენიებთ ისე რომ აი ჩინურია და არ ვარ, აი მაგ ბარიერს რო გადავლახავთ, აი მე დაინძრევა ყველა სხვა დანარჩენ ავტომწარმოებლებს. იმიტომ ძალიან ცოტა დრო არის მაგ ბარიერამდე მისასვლელად. აი რამოდენიმე წელში მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ბარიერი გადალახული იქნება და პირიქით იქნება უკვე რომ ჩინური მანქანა იქნება ჯერ და მე სხვა დანარჩენი. ეხლა ვინმეს არ ეგონოს რომ ჩინურ მანქანებს ვაქებ და ვადიდებ, ეგრე რო იყოს, მაშინ მეც მეყოლებოდა ჩინური მანქანა. უბრალოდ იმას ვიძახი, თუ სპორტული ავტომობილი არ ყავს და განსაკუთრებული რაღაც SUV რაღაცა უზარმაზარი ჯიპი არ ყავს, უსულო მანქანებში მითხარით, რატო არ უნდა შევადაროთ ჩინურ მანქანას. ეხლა აი ამას მაგალითად რომ მიდიხარ საყიდალთ ამ მანქანას და გეუბნებიან 2 და 5 შიდაწვის ზრავითა ჰიბრიდი. ანუ
რამე სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდეს, აი 2 და 5 იქნება, 1 და 0 იქნება და 5 და 0. რამე სხვაობა არის ამ მანქანაში, ხო, ანუ კონკრეტულად ახლა მაინც ამას რა 4-ს არა, მაგრამ ზოგადად ვთქვათ ამ Toyota-ებზე. ეგეთი ძრავები რა, Land Cruiser-ში რო იყო 200 დამპალეცხენიანიც აღმართზე ძლივს რო ავედით დიდგორზე, ну აი არაფრის მომცემი, ხო? და სხვათა შორის არ გეგონოთ რომ ძალით ვაჯვა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შემხვდა, ვისაც ეგ Land Cruiser Prado ყავდა სულ ახალი და ყველა ერთი და იგივეს იძახდა რომ რა მაყიდინა აი ეს ძალიან ბევრმა მითხრა. ну ზოგი იმას იძახდა რომ ვიცი რაც არის, მაგრამ სარბენად ახალი მანქანა მინდოდა და როგორც ტრაქტორს ისე ვიყენებო და დავრბივარ და მივესალმები მაგას, რატომაც არა. და დანარჩენები იძახდნენ რომ წინა Land Cruiser-ი მყავდა, ის რაღაცაში ეწერა, ეს არაფერში არ წერია. აი მაგას მეუბნება ზუსტად. არ ვიცი ტესტ-დრაივი რამდენხნიანი გამოვა, მაგრამ ზოგადად Toyota-ს ტესტ-დრაივებს ძალიან მარტივად ვიღებთ ხოლმე, იმიტომ რომ აი ეს მოცემულობა, ეს კონცეფცია ყველა Toyota-ს აქვს ერთი, ანუ უმარტივესი მანქანებია, ერთ დღეში შეგიძლია ამოიცნო ეს მანქანა, რა უნდა, რისთვის არის შექმნილი და ამაზე არც ერთკვირიანი ტესტ-დრაივი არ დაგჭირდა იმის რომ ამოგვეცნო ეს რა მანქანა, იმიტომ წინა მოდელიც იგივე არის. ესე ზოგადად რომ მკითხონ, აი ურჩევდი თუ არა სხვას რომ ეს ავტომობილი შეიძინოსო და აი მოგწონს თუ არ მოგწონსო, ეხლა ზოგადად რო გითხრათ, კი. ანუ მისაღები მანქანაა, კარგი მანქანაა, თუნდაც იმიტომ რომ გამძლეა, კარგი მანქანაა, თუნდაც იმიტომ რომ ეკონომიურია, მაგაშიც ნუ ეხლა ეკონომია დღეს-დღე ყველაფერი გაძვირებულია და რატომაც არა 6 ლიტრს წვავს 100 კილომეტრზე ქალაქში, რავი, კარგი წვაა ჩემს აზრით. დღეისათვის სულ ეს იყო უღრმესი მადლობა რომ გვიყურებდით, დარჩით ჩვენ ახლა. რა თქმა უნდა, არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ ჩვენი ციფრები გამომწერებში იმატებს და იმატებს ძალიან გვიხარია, ჩვენს მეტი мотиваცია გვაქვს, ამას სულ ვიცახი ხოლმე. დააკომენტარეთ, დაალაიქეთ და რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ყოველთვის განსხვავებულ მანქანებს. და ყოველთვის უხეშად გატესტილს. წავედი. ბიჭო, ხო ყველაფერი ისია, როგორც ჩვენ გვეკადრება. Ясно, брат, რაზია ბაზარი, როგორც შეგპირდი, საკაიფო ტესტ-დრაივი გადავიღეთ. ბიჭო, კაი ვიდეოს ველოდები იცოდე. არა, გზალა, როგორ უნდა აჩქარდეს? ხო და კონდეს, რატო არა აქ მერე? გააკეთე, რა ჩინელები ხო აკეთებენ? ეს ავტომობილი თავის დავალებას საქმეს. ძალიან კარგი იყო. დავალებას საქმეს. რა? ისევ ისეთივე რა აღარ გვიდგა. რა ვთქვა? არ ჩავარდე ერთი რა. ხოდათ რო არ ჩავარდე და ასწავლე რა. სად გავჩერდეთ? აი აქ საათი რა? ესე. ხო, ცოტა იქიდან გაიწევ. გა, ვითომ მოვდივარ.